პასუხი დაახლოებით ვიცით, მაგრამ მაინც უნდა გითხოთ, როგორი მამა ლაშა ჟვანია? არ ვფიქრობ, რომ კარგი. შვილებთან ურთიერთობაში გულწრფელი თუ არ ხარ, ეს შვილი კანით გძნობს ამას. არა. იქ ეს ბრძოლა არ არის. შვილებთან არ უნდა იბრძოლო, იმიტომ რომ შვილებთან ბრძოლაში წაგებული. პატრიარქისგან თუ მიგიღიათ, რამ ერჩევა ისეთი, რომელიც შვილებთან ურთიერთობას ეხებოდა? 2012 წელია დამხმარე მონაზონს ჩუმა თუ შობდა ხოლმე და გაჭირებულებს სიონის ეზოში ვინც იყო ხოლმე ფულს ურიგებდა. მაშინ დიდი ბანკნოტები იყო თორმე ფულის. აუთავებინებდაო ფულსო. შენო ინტერვიუ დროსო უნდა გაიღიმო ხოლმეო. და რაც მთავარია, უნდა უთხრა ხალხსო ინტერვიუს დროსო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ნოთხარი თქვენ უწმინდესო ომია. აი, როგორ უნდა გავიღიმო ერთი და მეორე ხა როგორ უთხრა რომ ყველაფერი კარგად არის, იმიტომ რომ რუსები არიან თბილისთან მომდგარი. შენი სათქმელი თქვიო, რაც სათქმელი არის. მაგრამ აუცილებლად თუ ინტერვიუ დაამთავრეო, რომ არაფერია ეს გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება. და მაშინ მახსოვს უწმინდესის სახე ისეთი მკაცრი სახე რომ გამოგხედა მკაცრი სახით აი ის სახე დღესაც არ მოვიწყდება და ნათქვამი მაქვს ბევრჯერ სანამ თქვენ ხართ მანამდე ბავშვი ვარ და ბავშვად გძნობ თავს და ახლა აღარ არის და უკვე გძნობ ბავშვია კი რამდენიმე წუთი შენა უთხარიო რომ უწმინდესმა მითხრა რომ დედას უყვარდა ნაყინიო ძალიან არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა ალბათ შემიძლია რომ ვთქვა შეხვედრა ითხოვა მე უწმინდესთან ვიყავი და უთხრა რომ ჩვენი ორი ჯარისკაციო ერაყში გაიტაცესო და აი ვერსად ვერ ვიპოვითო და თქვენი ლოცვა გვინახავს უწმინდესი მაშინ ატირებული ასე აქვithინებული როგორ თხოვდა ღმერთს მე მყავს უწმინდესი კიდევ სულ სხვა ვითარებაში ემოციური ტირილით არ ვიცი სიხარულის თუ განსაკუთრებული შეგრძნების ისეთი დავიკითხო შენ გაგიჟდები და გადაირევი მაგრამ უნდა ვიკითხო მიყვარხარ ძალიან